ხალხი კერძო ქარხნები აქ ჩადგმული და ხევენდახიდია. სახლი მაგ დაწყებული, გაჩაჩებული ვარ. სახლი დაუზენა დამატყდას და ჩემდგენ შპიონობენ და ჩემდგენ თქვენთან ბოდიში მამაძაღლობენ. თავრობას და ხალხის. ანავალი მდგომარეობაშია სახლი. ყავს წვრილი შვილები. მინდოდა ამისთვის რაღაცა სტრაფილების გაკეთება. გავედი ტყეში, მოვჭირე და მოვიტანე. მოვიტანე ქარხანაზე დავყარე და ამაზე მოვიდა და დამაჯარიმეს. ვინ იყო მოსული? მოსული იყო პოლიცია იყო ამოსული. ქვითარი მქონდა აღებული გაბინეტება მინდოდა ჩვენთან მთიანი რეგიონი და არის მალე მოდის ზამთარი ვერ მივიდოდი ტყეში და ამიტომ ამინდის მიხედვით მოვიტანე და მე მინდოდა გაბინეტება. და ეგ ჩამithვალეს რომ არის უკანონო და გააკეთე უკანონობა და ამაზე დამაჯარიმეს. და გამგებელმა რა გითხრათ? გამგებელთან იყავით შესული დახმარებაზე? გამგებელთან ვიყავით განაცხადი შევიტანე უთხრა დახმარებაზე და გადაუგზავნი ამასო და თუ მომივა პასუხი გეტყვიო, მაგრამ ველოდები და აც პასუხი იყო და აც არაფერი. მრავალშვილიანობის დახმარებას თუ იღებთ რამეს? დახმარებას არანაირს არ ვიღებ. არც სოციალურს, არც სოციალური დახმარება არ გვაქვს. და არ მიაკითხეთ სოციალურ სამსახურს? სოციალურ სამსახურს მივაკითხეთ. რა გითხრეს მე? რა გითხრეს და გითხრეს რომ შენაო სოფელში ცხოვრობ, ყავს საქონელიო, გაქვსო მიწავო, ისიო ესეო და დახმარება არ გეკუთვნება. ქულებში ვეჯდებიო და არ გეკუთვნება დახმარება. ვიყავით ერთხელ კი არა, მაგას მივაკითხეთ 3-ჯერ 4-ჯერ და ყოველთვის ასე გვეუბნებიან ეგენ. კაციშვილს არ მოუხედია ჩვენთვის. ვინმე რამე ასე არ მოგიხედო, ტაგზე იმაში რომ ჩახვიდე. ზავადყობაში იღაც არ მოგხედოს იკეთიანა რომ ფული არ დაანახო ხელებში. აჯე ამ მდგომარეობაში ვარ, აი სახლი დაგვატყდა და აღარ ვქენი და აღარ მეპეშო აღარ მივედი იმის რომ რაცა გავაკეთე. დევრეცოში ხალხი აქ გაგაჭო ამ სახლში. რამდენი სული ცხოვრობთ? 15. სახლში რამდენი სული ცხოვრობთ ადამიანი? 15. 16 ვცხოვრობ და გამოყოლებული ბავშვები. ეს მაგის სხვა პერიოდი ამას დახმარება რატომ არ ეკუთვნის და ნაკონდეს მე ჩილეძილიან ბავშვებს.აფერი ასე მოხედვარალ და თუ რამე ხელი გავყენი და ამ ფერი მდგომარეობა არის თავს დაგვეშხმიან გარეთ არ ნახვიდი. შეშარან გათოვდა და ნედლი ვერ ხვა მოგწეს და ვერ ჩამევტანეთის კინაღალში ცივეჯდევ ხორცენით. სააკაშვილის კანონმდებლობით რომ ეს კაცი დავსაჯოთ და იმას მოუსარჯოთ, აი ის თანხები რაც იყო არა, ნამდვილად ვერ გადაიტანს ამ კაცმა, არ ვიცი, ან პირდაპირ ციხეში უნდა გაუშვათ, ან უნდა თოქში გაყოს თავი და ჩამოიშვას. მაგზა მაგას არა აქვს რა. დასაქორწინებელი ბავშვები, სტუდენტი ერთი ჯარში მსახურობს ეხლა სავალდებულოში და ფაქტიურად არ შეიძლება მაგის მაგხელა ჯარიმების დაკისრება. თითოეული ჩვენთაგანი დაუდგებით ხარში, სადაც საჭირო იქნება ყველგან მივალთ. ეს მეორე წაგელანი ზუსტად ჩამოტეხილი და გვახაგელი დაბჯგენილი მიცეულია ჯგენილი. მარკოვიძეების ოჯახს ჩვენთვის არ მახსოვს თუ მოგმართა დავეხმარებოდით, რაც შეეხება სოციალურ დახმარებას ჩვენ ვერ ვიძლევით და უნდა დაწეროს განცხადება და მოვა სოციალისტი და შეუმოწმოს მივა მრავალშვილიან ოჯახებზე მუნიციპალიტეტს არ აქვს დახმარება, მუნიციპალიტეტის დახმარება აქვს მარტო ოპერაციებზე სამკურნალოდ ხო დახმარება ჩვენ ვერ ვიძლევით. ასევე თუ ხეჭყეზე მოგმართა მისი განცხადება იქნება გადაგზავნილი აუცილებლად საწყო სამართლოში და უნდა მიაკითხოს იქ. ფართის დაკმაყოფილება კიდე მუნიციპალიტეტს არანაირი ფართი არ აქვს რომ გადაწეს უსასყიდლოდ. ხო. ამ ეტაპზე უკვე წლის ბოლოა და ყველა თანხები თითქმის ამოწურულია და გვინდა დაჩინილი იყოს, მაგრამ თუ ჩვენ მოგმართა რაიმე დასახმარებად თუნდაც პროდუქტით ასეთ მრავალშვილიანი და გაჭირებულ ოჯახებს ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული თანხა და ვაძლევთ ხოლმე 100 ლარის პროდუქტთან. მაგრამ თუ მოგმართა უცილებლად მივცემთ, ახლა მე არ მახსოვს, მაშინ განცხადება უნდა ვნახოთ. თუ განცხადებით არ აქვს მომართული.